გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა. გაშლა ამჯერად იქნება მიწის სტიქიებზე და წყლის სტიქიებზე. 4 სტიქიაზე მინდოდა გაშლა ერთდროულად ერთ ვიდეოში, მაგრამ ვფიქრობ დრო არ მეყოფა. ამის გამო პირველად ჩავწერ ვიდეოს მიწისა და წყლის სტიქიებზე და მეორე დღეს გავაკეთებ გაშლას ცეცხლის და ჰაერის სტიქიაზე. ეხლა კი გაშლა იქნება მათთვის, ვინც მიეკუთვნება მიწისა და წყლის სტიქიას. ანუ რა შემოიტანს მარტის თვე ზოგადად მიწის სტიქიისთვის. პირველად მიწის სტიქია იქნება მეგობრებო, მერე წყლის სტიქია. ეხლა ვიწყებ მიწის სტიქიებისთვის. სიყვარული მეგობრებო, აქ არის სიყვარული, მაგრამ აქ არის სიყვარული, რომელიც არის შეფერხებული. სიყვარს ორი ადამიანის სიყვარულს რაღაც უშლის ხელს და დიდი ალბათობით აქ არის კამათი, ჩხუბი, ხელკეტობია. ანუ სანათესაო კამათი და ხელჩართული ომი შეიძლება ითქვას. ორი ადამიანის სიყვარულს ხელს უშლის რაღაც და ეს რაღაც არის არა მესამე პირი, არამედ მესამე პირები. მთელი სანათესაო წრე. და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს წავა თქვენი ცხოვრებიდან, ეს ხელჩართული ომი, ჩხუბი, კამათი. ეს იყო მესამე პირიდან არსებული, მესამე პირიდან თუ პირებიდან მნიშვნელობა არ აქვს, ანუ პარტნიორი მეგობრებო თქვენ ცხოვრებაში განმოდგავს მნიშვნელოვან ნაბიჯს, ითამაშებს მნიშვნელოვან როლს და თქვენი ცხოვრებიდან წავა გაურკვევლობა, ან წავა გაურკვევლობა, ან კიდო წავა ადამიანებს, რომელსაც შემოაქვთ გაურკვევლობა და ქაოსი თქვენ ცხოვრებაში და ორი ადამიანის ურთიერთობის ხელის შემშელი ყველანაირი ფაქტორი წავა თქვენი ცხოვრებიდან და ეს მიდის პარტნიორის გადმული ნაბიჯით და მოქმედებით. კიდევ რა იქნება მარტის თვეში მიწის სტიქიებისთვის, მიწის სტიქიებისთვის იმპერატორი, მეგობრებო, იმპერატორი მზად არის თქვენს გამო მოიმოქმედოს მიმართოს ყველანაირ გზას და მოიმოქმედოს ყველანაირი არსებული მოქმედება, რომელი მოქმედებითაც შეიძლება შეაფერხოს ეს ჩხუბისა და გაურკვევლობის პროცესი. ანუ ცხოვრებიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც თქვენ არსებობას თქვენ ორი ადამიანის ერთად ყოფნას უშლის ხელს. აქ შესაძლებელია იყოს მიჯაჭვულობა ცუდ ადამიანებთან. ანუ თუ ეხლა განვიხილავ მეორე ვარიანტად, რა თქმა უნდა, ყველასთან არ დაფიქსირდება. თუ თქვენს პარტნიორს ქონდა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, კავშირი, რომელსაც სახში მოქონდა გაურკვევლობა, აყანმაყალი. პირველი ვარიანტი განვიხილე ჩხუბი, კამათი, თითქოს მთელი სანათესავე იყო ჩართული. მაგრამ მეორე ვარიანტად შესაძლებელია განვიხილო ის, რომ ადამიანს, თქვენს მეორე ნახევარს, ანუ პარტნიორს თუ შეყვარებულს მნიშვნელობა არ აქვს, ქონდა ურთიერთობა ცუდ ადამიანებთან, მეგობრებთან, საზოგადოებასთან. ცუდია ადამიანს, როდესაც მეგობრებს ულანძღავ და ცუდ მეგობრებთან ამბობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა მეგობრებო, თქვენს პარტნიორს თუ ყავდა გარშემო ისეთი მეგობრები, რომლებიც თქვენ ორის ახლოს ყოფნას და განვითარებას, თქვენი სასიყვარულო სფეროს განვითარებას ხელს უშლიდა, აი ეს მიდის, თქვენი იმპერატორი მოვა აზრზე და გაუშვებს, თქვენს გამო გაუშვებს ყველა ცუდ ფაქტორს, ყველა ცუდ ადამიანს, თუ რაც იყო შეფერხების მიზანი, ყველაფერს იშორებს და უშვებს. თუ ადამიანი ამდენხანს იყო
უფრო აი რაინდის პოზიციაზე და ვერ მოქმედებდა ისე როგორც საჭირო იყო, ახლა უკვე ადამიანი გამოდის იმპერატორის ენერგიებში, იმპერატორის როლში და აბსოლუტურად ყველანაირ ხელისშემშლელ ფაქტორებს უშვებს თქვენი ცხოვრებიდან, თქვენ ორის ცხოვრებიდან. მისთვის თუ ამდეხან იყო მნიშვნელოვანი დაუშვათ სანათესაო წრე ან მეგობრები და ამ ადამიანებს აყენებდა თქვენზე წინ, მინდა გითხრათ, რომ აწი გონზე მოსული იმპერატორი დაგაყენებს წინ თქვენ და ის გაუშვებს თავის ცხოვრებიდან იმ სანათესაო წრეს, ან იმ სამეგობროს, რომელიც აფერხებდა თქვენი ურთიერთობის განვითარებას. შესაძლებელია მას გარშემო ყავდა მეგობრები, რომლებიც სასმელზე იყო მიჯაჭვული, ან რაღაც თამაშებზე, ნარკოტიკებზე და თუ ასეთი ცუდი მეგობრები ფიქსირდებოდა მის ცხოვრებაში და ეს იყო თქვენი ურთიერთობის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, მინდა გითხრათ, რომ ეს აღარ იქნება მეგობრებო. ადამიანი აჩერებს ამ ყველაფერს, ადამიანი უშვებს თავის ცხოვრებიდან, ადამიანი უკვე მზად არის, შესაძლებელია ჩხუბი კამათი გაურკვევლობა თვითონ ადამიანსაც მობეზრდა, უშვებს აბსოლუტურად ყველაფერს ცუდს, ნეგატივს იშორებს თავიდან და უშვებს, აყოლებს წარსულში და შემოდის ახალი ენერგიებით, ახალი სიყვარულით. ის გირჩევთ თქვენ და თავის სტაბილურ ცხოვრებას თქვენთან ერთად და თუ ვინმესთან განშორება იყო ამ მიზეზით, არსებული მიზეზებით, რა მიზეზებით მე ჩამოვთვალე, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი უკვე აზია მოსული და აბიჯებს ამ ყველაფერს და მოდის თქვენთან ახალი ენერგიებით, ახალი ეტაპით, ახალი სასიყვარულო ურთიერთობის განახლებით, ახალი შემოთავაზებებით და შესაძლებელია ზოგ-ზოგიერთებმა აბსოლუტურად ნულიდან დაიწყოს ცხოვრება. აი ეს ფიქსირდება მიწის სტიქიებთან მეგობრებო. კიდე რაღაც ბევრია მაყურებელი კიდევ სამართლიანობა მეგობრებო, სამართლიანობა, თუ ვინმე სამართლიანობის მსხვერპლი იყო და რაღაცას ელოდებოდა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ სასიკეთილ დროოდ განვითარდება მოვლენები, ვისთანაც იყო სასამართლო სფეროები, თქვენ სასიკეთილ დროოდ გადაწყდება ყველაფერი. თუ ვინმე რამეში ფინანსები ჩადვა და ელოდება რაღაცის განვითარებას, განვითარდება. თუ ვინმე სამართლიანობას ელოდება თავის ცხოვრებაში, სამართლიანობის ზეიმს, იზეიმებს სამართლიანობას. აი ეს ყველაფერი დაფიქსირდა მიწის სტიქიებთან და კიდევ მინდა აი რამე განსაკუთრებული ახალი რა დაფიქსირდება მიწის სტიქიებთან, მინდა დავამატო ლენორმანის დასწიდან ერთი კარტი და თუ მომთხოვა ენერგიებმა დავამატებ კიდევ სამი კარტით ვისაუბრებ ლენორმანის კარტით და ასეთ რა შემოდის კიდევ მიწის სტიქიებთან, ანუ ეს ყველაფერი იყო რაიდერით გამოცემული და რას დაგვიმატებს ლენორმანი. იქ სადაც მგრევა იყო მეგობრებო, შემოდის მზის სხივები, შემოდის სინათლე, ყველაფერი რაც იყო ბნელი, რაც იყო წარსულის ტკივილი, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ტკივილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ფინანსებთან დაკავშირებული, სასიყვარულო სფეროში დაკავშირებული, უსამართლობასთან კავშირში, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ტკივილს ატარებით, რა სახის სიბნელე ღრუბელი იყო თქვენ ცხოვრებაში, შემოდის მზე და ყოველივე საუკეთესო დაფიქსირდება მომავალში თქვენ ცხოვრებაში. აქ ბევრთან შემოდის სასიყვარულო სფერო, ქალბატონებთან შემოდის მამაკაცი, რომელიც გაგივა თბილი მოსიყვარულე ენერგიებით, ადამიანი ძალიან არის შეყვარებული თქვენზე, ადამიანს უყვარხართ, შესაძლებელია გაგაოცოთ კიდევაც მისმა ნაბიჯმა, შესაძლებელია ამ ადამიანიდან არ მოელოდით ასეთ თბილ ნაბიჯებს,
და არ იცოდით რომ ეს ადამიანი თქვენს ამხელა დიდ სიყვარულს ატარებდა გულში და როდესაც ადამიანი გამოგიტყდებათ ამ ყველაფერში შესაძლებელია გაოცებული დარჩეთ და ბევრთან ეს იქნება ეს მზის სამოსვლა თქვენ ცხოვრებაში იქნება სასიყვარულო სფეროსთან კავშირში ბევრთან იქნება სასიყვარულო სფეროსთან კავშირში მაგრამ ვალდებულება არ არის იმის რომ მაინდა-მაინც ყველასთან სასიყვარულო სფეროში დაფიქსირდეს ეს ყველაფერი სხვებთან ვისთანაც რა ტკივილი იყო რა სახის ტკივილიც იყო ამოდის მზე მეგობრებო ამოდის მზე და თქვენ ცხოვრებაში გადადის ყველანაირი ტკივილი ყველანაირი დაბრკოლება ის ჩრთილი ის ღრუბელი რაც იყო თქვენ ცხოვრებაში და რა სახის ტკივილსაც ატარებდით ეს ტკივილი დაიარები შუშტება ეხლა გადავედით წყლის სტიქიებთან დაგემშვიდობებით ამით მიწის სტიქიებს და გადავედით წყლის სტიქიებთან და ნახოთ რა მოდის წყლის სტიქიებთან რა მოიჩქარის მარტის თვეში მარტის თვეში მეგობრებო სტრესი კამათი სტრესი ვიღაცა მიჯაჭვულია სტრესზე შესაძლებელია ბევრი იყოს საწოლს მიჯაჭვული ბევრი იყოს რაღაც კამათის მსხვერპლი შესაძლებელია ადამიანი ახლა საწოლს იყოს მიჯაჭვული სტრესის გამო და ეს სტრესი შემოსული იყოს კამათით შესაძლებელია კამათის საფუძველზე ადამიანი მიეჯაჭვოს საწოლს მაგრამ ადამიანთან შემოდის წინსვლა განვითარება ახალი დასაწყისი ახალი შეთავაზება მნიშვნელობა არ აქვს როგორც წინა ვარიანტზე განვიხილე ასევე განვიხილა მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რა სახის სტრეს არის ახლა მიჯაჭვული და რატომ არის საწოლს მიჯაჭვული ადამიანთან შემოდის ყველა რა სტრესიც იყო იმ სტრესთან კავშირში შემოდის ახალი შემოთავაზება ახალი დასაწყისი ახალი განვითარება ახალი ეტაპი აქ არის უფრო ძლიერი ოჯახი განვითარებული ოჯახი შესაძლებელია ბევრი ფინანსებმა ჩააგდოს სტრესში და ის ვინც ფინანსებმა ჩააგდოს სტრესში განვითარდება ფინანსები განვითარდება მუშაობის საფუძველზე შესაძლებელია ბევრმა ნახოს უფრო ახალი და მორგებული სამუშაო თუ ვინმესთან რაღაც ფინანსები არ ვითარდებოდა ისე როგორც მას უნდოდა განვითარდება ფინანსები აქ არის უფრო ძლიერი ოჯახი უფრო განვითარებული ოჯახი და ოჯახის განვითარებისთვის ადამიანი ინათებს გზებს ადამიანი ინათებს გზებს და გამოდის წარსულის პრობლემებიდან წარსულის სიბნელიდან ანუ ადამიანი ოჯახის განვითარებლად ეძებს ყველანაირ გზას და გამოდის თავის არსებული პრობლემებიდან საკუთარი ხელით ინათებს გზებს და საკუთარი სიძლიერით გამოდის არსებული პრობლემებიდან და ქმნის ძლიერ სტაბილურ ოჯახს სწორედ ისეთ ოჯახს რომელიც მას უნდა ბევრი ახლა ამ დროისათვის შესაძლებელია გამოკეტილი იყოს რაღაც სივრცეში როგორც თავიდან აღნიშნა ბევრი შესაძლებელია მიჯაჭვული იყოს საწოლს ზოგი შესაძლებელია გამოკეტილი იყოს რაღაც სივრცეში და ფიქრობდეს და მას კონდეს კიდევ რაღაც შიშები მას კონდეს შიშები და ეს შიშები იყოს წარსული შიშები ანუ ადამიანი შესაძლებელია მუშაობდეს საკუთარ თავში საკუთარ ენერგიებზე ადამიანი შესაძლებელია ეხლა მუშაობდეს საკუთარ თავზე იმ გაგებით რომ ადამიანმა მომავალში აღარ დაუშვას წარსულის შეცდომები ადამიანი ეხლა მუშაობს თავის საკუთარ თავზე თავის წარსულზე თუ რა შეცდომები დაუშვა წარსულში რათა ეს შეცდომები არ განვითარდეს მომავალში და ის არსებული პრობლემები აღარ მოვიდეს თავის მომავლის ცხოვრებაში რა შეცდომებიც იყო დაშვებული წარსულში და რა პრობლემებიც მოუტანა ადამიანს თავისმა არასწორმა გადადგმულმა დამბიჯებმა შეიძლება ითქვას ასე რათა ადამიანს მომავალში ჰქონდეს განვითარებული ოჯახი სტაბილური ოჯახი და
ადამიანის ცხოვრებაში აღარ განმეორდეს ის ყველაფერი, რაც იყო წარსულში. წარსულში შესაძლებელია ადამიანთან იყო ადამიანი იყო ცუდ რამეზე დამოკიდებული. შესაძლებელი ადამიანი წარსულში იყო ცუდ რამეზე დამოკიდებული, ან კიდევ დღემდე არის ცუდ რამეზე დამოკიდებული და შესაძლებელია ბევრთან ძალიან ეს იყოს მიზეზი თავის საკუთარ თავთან ბრძოლის, თავის საკუთარ თავზე მუშაობის, რადგან გაუშვას თავის ცხოვრებიდან ეს ცუდი რაზედაც არის მიჯაჭვული და თუ რაზე ხართ მიჯაჭვული, ეს თქვენ უფრო კარგად იცით. ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, საკუთარ თავებში და რა გაქვთ თქვენი ცხოვრებიდან გასაშვები, იმუშავეთ მეგობრებო და გაუშვით ეს ყველაფერი, რადგან თქვენ ნამდვილად აქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას კი არამედ შესაძლებელია ითქვას, რომ სტრესში ხართ ამ ყველაფრის გამო და გინდათ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. და თუ თქვენ ამას მოინდომებთ, თქვენ მოერევით საკუთარ თავს და იმ ცუდს გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან, რაც ცუდზედაც ხართ დამოკიდებული. აქ არის ზოგი გახდება რაღაცის მესაკუთრე, აქ არის ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია განვითარება ბევრისთვის ეს ცუდი იყო რაღაცაზე მიჯაჭვულობა, მაგრამ ბევრისთვის ეს იქნება ფინანსები. ადამიანის შესაძლებელია სტრესიც ემოდეს ფინანსების განვითარებისთვის. იყოს ჩაკეტილი ოთახში ან სადმე სივრცეში. შესაძლებელია ბევრს მუშაობდეს ერთ ოთახში ფინანსების გასანვითარებლად და დასვენების დროც არ კონდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი და თუ თქვენ მოინდომებთ, თქვენ მიაღწევთ იმას, რასაც მოინდომებთ. თუ თქვენ იმუშავებთ იმაზე, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ ის ცუდი, რაც ცუდიც არის, ყველასთან არა მეგობრებო, ვისთანაც ცუდი ფიქსირდება და ვინც ცუდზეა მიჯაჭვული, თქვენ გაუშვებთ ამ ცუდს თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ თუ თქვენ ფინანსების განვითარებაზე ხართ ჩაციკლული და იმყოფებით სტრესში, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ამასაც დააღწევთ თავს, თქვენ გამოიმუშავებთ საკუთარ ფინანსებს და არა მარტო გამოიმუშავებთ, არამედ დაიცავთ თქვენს გამომუშავებულ ფინანსებს. რათა მომავალში არ განვითარდეს ის შეცდომები, რომლებმაც წარსულში მოგიტანათ არსებული ტკივილი. გამარჯვება ახალი შემოთავაზებებით, ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპი. შესაძლებელია ძალიან ბევრს უნდოდეს წარსულის დატოვება და უნდოდეს ცხოვრების ახალი ეტაპით დასაწყისი, ახალი განვითარება თავის ცხოვრების წარსულის დავიწყება, წარსულის გადაშლა და ხელთავიდან ახალი ნაბიჯებით, ახალი ეტაპის დაწყება და თუ ადამიანი ამდენხან მოიგოჭლება თავის არსებულ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, ახალი ენერგიები და ეს მისი არსებული ახალი ენერგიები იქნება იმპერატორული სიძლიერით და ენერგიებით. რადგან ადამიანი თავის წარსული შეცდომებით სწავლობს და იწყებს ახალ ცხოვრებას და განვითარებს თავის ცხოვრებას. ადამიანი აღარ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას თავის ცხოვრებაში დაუშვას წარსული შეცდომები, რადგან ადამიანი ახლა მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, ის განავითარებს საკუთარ თავს და დაიწყებს ახალ ცხოვრებას ახალი ენერგიებით და განვითარებული ნაბიჯებით. ახლამით და გემშვიდობებით წყლის სტიქიებსაც და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ხო, ბოდიში მეგობრებო, დამავიწყდა თუ მიწის სტიქიებს დაუმატე ლენორმანის დასტა, მაშინ მინდა გითხრათ, რომ რა დააშავა წყლის სტიქიებმა, უბრალოდ გულზე გადამვარდა. მოდი ახლა წყლის სტიქიებსაც დაგიმატებთ ლენორმანს და ლენორმანის დასტა რას შემოგთავაზებთ, რა ახალი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი, რაც განმოგეცით ახლა, იყო რაიდერის დასტის ენერგიები
და ვნახოთ რას გთავაზობთ. რას გთავაზობთ ლენორმანი და ბევრთან, ძალიან ბევრთან იქნება სეირნობა პარკებში მეგობრებო და ძალიან ბევრთან კიდევ იქნება ახალი სახლი, ახალი შენაძენი, თავის ლამაზი ეზოთი, შესაძლებელია თავის საკუთარი არსებული პარკით, ლამაზი ბაღჩით, ლამაზი ეზოთი. აქ ვიღაც ადამიანი რაღაც სიმძიმეს ატარებს, რაღაც სიმძიმის ენერგიების, ენერგეტიკის მატარებელია, რაღაც მის ცხოვრებაში სრულფასოვანი ვერ არის, მაგრამ მოერევა საკუთარ თავს და დაამარცხებს ამ ტკივილს და გამოიდარებს მის ცხოვრებაში ამოდის მზე, მის ცხოვრებაში შემოდის მზე, მის სახლში, მის ოჯახში, მის ბუდეში და ჩამოანათებს მზე, მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოხდეს და განვითარდეს თქვენ ცხოვრებაში, უნდა აირჩიოთ სწორი გზა, რადგან სამყარომ შესაძლებელია შემოგთავაზოთ ორი გზა და თქვენი ცხოვრების გასანვითარებლად, თქვენს ოჯახში და ბუდეში მზის ჩამოსანათებლად კი თქვენს ხელში არსებული გასაღები მთავარია. ზუსტად მოარგოთ არსებული გასაღები თქვენ ცხოვრებას, აირჩიოთ სწორი გზა, რომელიც უფრო მეტ განვითარებას მოგცემთ მეგობრებო. ახლა ამით და მშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.